ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86, ხოლო ზრდასრული ადამიანის 50% წყალია და თუ ორგანიზმი დაკარგავს წყლის 20%-ს ის დაიღუპება. წყალი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამაზე არავინ დაობს. საშუალო წლიური მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 4000 კუბურ კილომეტრამდე წყალს მოიხმარს. თუმცა, მაშინ როცა მსოფლიო და მსოფლიოსთან ერთად საქართველოც პანდემიის საფრთხის წინაშე დგას, ყოველდღიურად მოგვიწოდებენ. დავრჩეთ შინ, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, საჭიროა ხელების ხშირი დაბანა. საინტერესოა შექმნილმა ვითარებამ ჩვენს ქვეყანაში გაზარდა თუ არა მოთხოვნილება წყალზე. პანდემიასთან დაკავშირებით ბათუმში წყლის მოხმარების მასობრივი და გადაჭარბებული ზრდა არ დაფიქსირებულა. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მარტის თვეში ჩვენ გვქონდა 1,000,000 კუბური მეტრი წყლის რეალიზაცია, აპრილშიც ასევე 1,000,000 კუბური მეტრი და შემდგომ უკვე მაისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერში და ოქტომბერში იწყება მეტნაკლებად ზრდის პროცესები. ეს ზრდა იყო გამოწვეული ტურისტული ნაკადით და იმ ლოკალურ დაწესებულებების მუშაობით, რომლებიც სეზონურად მუშაობენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამის მიუხედავად სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. უფრო მეტიც, ზაფხულთან შედარებით ბოლო 4 თვის მონაცემებით წყლის მოხმარება შემცირებულია. პანდემიის პირობებში აპრილის თვიდან ამოქმედებული შეღავათები შეეხო მხოლოდ გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადს. სუბსიდია არ შეხებია წყალს. რაც შეეხება სუბსიდირების პროცესს, ეს დამუშავების პროცესში არის თუ როგორ მოხდება მოსახლეობის სასმელი წყლის სუბსიდირება. სუბსიდირება ეხება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობას, ის არ ეხება კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს და ეს სუბსიდია ითვალისწინებს ყოველთვის მიმდინარე თვის დარიცხვას და არ ეხება გადანაწილებულ ვალებს და ძველ ვალებს. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სულ 89,395 COVID ინფიცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტი სიფრთხილე გმართებს. საჭიროა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა მითითება, ხშირად დავიბანოთ ხელები, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ყოველივე ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ COVID-19 ინფიცირება.